პირველად რუსთავში, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო ხაზზე მუნიციპალური ავტობუსები ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან იმოძრავებენ. ნომერ 24 ახალი მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობას რჩეულიშვილის 10 ნომრიდან დაიწყებს. კიდევ ერთი ახალი მიმართულებით ავტობუსი რჩეულიშვილის მშვიდობის დავით გარეჯის აღმაშენებლის ქუჩებს, მე-12 მიკრორაიონს, გიორგი ლეონიძის, ტაშკენტის ქუჩებს, ასევე ჟიულის შარტავას გამზირს გაივლის, დედაქალაქში რუსთავის სიმბოლოებით ბრენდირებული ახალი ავტობუსები ვახტანგ გორგასლის ქუჩას, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, ბარათაშვილის, პუშკინის სახელობის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას და თამარ მეფის გამზირს გაივლიან. რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მიმართულების ბოლო გაჩერება სადგურის მოედანი იქნება. რუსთავიდან სადგურის მოედნამდე მოძრავი ავტობუსი დედაქალაქის გზის 60%-ს ბას ლაინის ხაზზე დაფარავს. დავასრულეთ სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ეტაპი. დღეს კიდევ ერთი ახალი მიმართულება ივლის უკვე ჭყონდიდელის უბნიდან. პირველად არის ისტორიაში, რომ ამ უბნიდან ახალგაზრდებს განსაკუთრებით ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ თბილისში სასწავლებლად მოხვდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ თითოეული რუსთაველისთვის, თბილისი რუსთავის მიმართულებით გადაადგილება. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დამოკიდებული ჩვენს ტრანსპორტზე, ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას.